რეალურად შეფასება არის ის, რომ ხვალინდელი თამაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ჯგუფში. მოგესალმებით ყველას. რა თქმა უნდა, დროში სანაკრებო შეკრებებზე თითქმის ყოველთვის შეზღუდულები ვარ. ვფიქრობ, გუშინდელი ვარჯიში რაც ჩავატარეთ, იყო ძალიან ნაყოფიერი და ძალიან ბევრი რამე, ძალიან კარგ რაღაცებზე ვიმუშავეთ, ამიტომ ეს ცოტა თავდაჯერებას მაძლევს მეც ფეხბურთელებს, იმიტომ რომ ძალიან ნაყოფიერი ვარჯიში იყო და ბევრი ტაქტიკური რაღაცები შევისწავლეთ და აღვიქვით ფეხბურთელებმა კარგად, ამიტომ ხო ეს რაღაცა პრობლემათ რო აღვიქვათ, დრო არ ქონდა რომ მომზადებულიყავით, ხო რაღაცის მიზეზი არ გვექნება. ამიტომ კარგად ვივარჯიშეთ ეს 2 დღე და ძალიან კარგად მიდის მზადება. სამწუხარო იყო რომ 3 გოლი გავუშვით იმ თამაში, არ ვიმსახურებდით იმ შედეგს. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაშით უფრო მეტი გამოცდილებით ვითამაშებთ, უფრო მეტი წმენით, უფრო მეტი თავდაჯერებით. და ვითამაშებთ საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივართან ერთად, რა თქმა უნდა, ვეცდებით რომ მაქსიმალურად ქულები ავიღოთ ხვალინდელ თამაში. ეს არის ჩვენი მიზანი. სამწუხაროა რა ისეთი 2 ფეხბურთელი დაგვაკეთება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები და ძალიან აგვიჭირდება რა თქმა უნდა მათ გარეშე, მაგრამ როგორც თქვი, ძალიან ნაყოფიერი ვარჯიშები ჰქონდა და ვფიქრობ, რომ დანაკლისი, რა თქმა უნდა, კიტე და ჩაკი ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან, ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ რაღაცა დიდი იმედით ვარ განწყობილები, რომ ხვალინდელ თამაში ძალიან არ დაგვეტყობა მათი დანაკლისი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ძალიან ვიცით ხო კიტეს გარეშე როგორ თამაშობ და კიტე როცა არის დაბინაზე ჩვენთან ერთად სულ სხვანაირი გუნდი ვართ, მაგრამ ვფიქრობ, ხვალინდელ თამაში იქნება უფრო უკეთესად მომზადებულები ვიქნებით და იმედია, რომ ისეთი დანაკლისი არ იქნება, რომ შედეგი არ ისიქოს.